გადაცემა მონატრების ფერებია, მე მისი ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი დავით ორაგველიძე ვარ, საღამო მშვიდობისა საბერძნეთის დედაქალაქი ათენიდან. ჩვენ აქ ხვდებით ჩვენს ქართველ ემიგრანტებს და ვიგებთ თუ როგორია მათი მონატრების ფერები. ბევრი ახალბედა ემიგრანტია აქ და ემიგრანტობის ათეულ წელს ითვლის საბერძნეთში. დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარი მინდა გაგაცნოთ ქართულ დიასპორული ორგანიზაცია ჯორჯიან ჯენის ერთ-ერთი დაფუძნებელი და ხელმძღვანელი აკო შელია, რომელმაც თავის ოფისში გვიმასპინძლა. გამარჯობა აკო და დიდი მადლობა, რომ გამონახე დრო და იღებ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას, რადგან ქართველი ემიგრანტები თითქმის სულ დატვირთულები ხართ და თავისუფალი დრო პრაქტიკულად არ გაქვთ. Პირიქით, მადლობა თქვენ, რომ გვესტუმრეთ. დიდი პატივია ჩვენთვის. აკო, რომ დავიწყოთ სულ თავიდან, ჩვენ გადაცემა ეხება ქართველ ემიგრანტებს გზას საქართველოდან იმ ქვეყნამდე, სადაც იმყოფებიან ემიგრაციაში. რა გახდა მიზეზი, რომ აკო შელიამ საკუთარ თავს უწოდა ემიგრანტი? თითქმის ბავშვობიდან მოყოლებული ძიებაში ვიყავი, მიმოგზაურია და მიმუშავია ბევრ სხვა ქვეყნებში, თუმცა არასდროს არ მქონია სურვილი, რომ დავრჩენილიყავი რომელიმე ქვეყანაში. იყო ძალიან 6 თვიანი გაჩერება, შეიძლება ითქვას, სამუშაოს განხრით ან ტრეინინგი ან მსგავსი. ვებრძოდი ემიგრაციას, იმიტომ რომ დედა 96 წლიდან იყო ემიგრაციაში. აქედან გამომდინარე, მეც არ მინდოდა შვილი, რაღაც გადახვეწილი ყოფილიყავი უცხო ქვეყანაში და მთელი წლები მოშორებული ყოფილიყავი საქართველოს. მაგრამ სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ დედის ბედი გავიზიარე. დედა სად იყო ემიგრაციაში? საბერძნეთში. 96 წლიდან იმყოფებოდა აქ. მაშინ მე ვიყავი 5 წლის, როდესაც მოუწია დატოვება ჩემი და ვიზრდებოდი ბიძიასთან და ბიცოლასთან. მე მომდევნო წლებში უკვე რამდენი წელი არ გყავდა დედა ნანახი? 99-ში ნახე შემდეგ. ანუ მე ჩამოვედი საბერძნეთში. მალევე? კი. თუმცა როგორ გააცნობიერა 5 წლის აკომ, როდესაც დედამ უთხრა, რომ მე მივდივარ სადღაც შორს? ვერ გავაცნობიერე, იმიტომ რომ მე მეგონა, რომ ერთ-ერთი მისი რიგითი გასვლა იყო სახლიდან. მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს, რომ დამტოვა დეიდასთან და თვითონ მატარებელში ჩაჯდა, გამომემშვიდობა რა თქმა უნდა და წავიდა და წავიდა. მე არ გითხულობდი სად არის დედა? იმავე საღამოს დავიწყე. და არ მქონდა ეს განცდა, იმიტომ შეჩვეული ვიყავი, რომ დედა მოგზაურობდა ბევრ ქვეყნებში, შესაბამისად არ მქონდა ეს განცდა, რომ დედა სადღაც წავიდა და ვეღარ ნახავდი დიდი ხანი. მაგრამ იმ საღამოს მართლა რაღაცა ის შეგრძნება იყო, რომ დავიწყე ტირილი და რაღაც სასტიკად მინდოდა დედამ მხოლოდ და გვერდით. ერთ საინტერესო მომენტს გეტყვით და ალბათ ბევრი ემიგრანტი დედა დაფიქრდება ამაზე. გადიოდა დღეები, თვეები, რაღაც წელიც გავიდა და იმ პერიოდში ალბათ ყველას გვახსოვს ავტობუსები იყო, ყვითელი ავტობუსები. აზიკ ავტობუსებს რომ ეძახდნენ. და დღის 3 საათზე მოდიოდა ეს ქალაქიდან ხოლმე. ყოველთვის ველოდებოდი ჭიშკართან და მეგონა, რომ ეხა ჩამოვა დედა, ეხა გაიღება კარი და ესე გადიოდა ეს წლები, ასე ვთქვათ. მაგრამ დედა არ ჩამოსულა ამ ავტობუსიდან. ჩამოსულა, მოდიოდა მხოლოდ წერილები და ამანათები. ისიც თვეში ერთხელ, ორ თვეში ერთხელ. ამითაც გვაყოფილდებოდი, რა თქმა უნდა. ამით იმის თქვა მინდა, რომ ის ემიგრანტები, მშობლები, რომლებმაც ბავშვები ძალიან ადრეულ ასაკში დატოვეს, სადღაც რაღაც ტრამვას ტოვებენ ამით და ამიტომ ჯობია ყოველთვის ან მათ გვერდით იყოს მშობელი იმ ასაკში, როდესაც არის 5, 6, 7 და ასე შემდეგ, ან წამოიყვანონ. ყველაზე კარგი ვარიანტი ეს არის და არ დატოვონ ესე არ ვიყავი უპატრონოს ტერიტორიაზე საუბარი. მაგრამ დედა გინდოდა. მაინც 7 წლის აკოს. მშობელი ძალიან აკლდება შვილს აი ამ ასაკში. შემდგომ როდის შეხვდი დედას? 99-ში შეხვდი დედას. და რო გაიხსენოს პირველი შეხვედრა? პირველი შეხვედრა იყო სიმართლე გითხრათ, ვერ გავაცნობიერე რომ დედას შევხვდი, იმიტომ რომ უკვე
გაზრდილი ვიყავი შედარებით, თუმცა ეს ემოცია ქონდა დედა ძალიან დიდი, რა თქმა უნდა, ცრემლები და მთელი ეს პროცესი, მაგრამ ჩემთვის იყო თითქოს ერთ-ერთ ნაცნობ ადამიანს შევხვდი. აი ეს განცდა დამეუფლა მაშინ და ვერ გავაცნობიერე, რომ ის დედა ჩემი იყო. რამდენიმე თვე რო დავყავი დედასთან, უკვე მივხვდი, რომ ეს დედა, იმიტომ რომ ზრუნავდა ჩემს, ვთქვათ, იქ დავყავდი, აქ დავყავდი და ნუ მე როგორც ხდება ხოლმე. მე დაბრუნდი უკან საქართველოში და დაბრუნდი უკან, კი ბატონო, დაბრუნდი უკან. დედა არ დაბრუნდა. მაგრამ უკვე როცა დავბრუნდი, შეიძლება ითქვას, რომ გავაცნობიერე, რომ დედა ვერ იქნებოდა ჩემ გვერდით. აი მაშინ რამდენი წლის იყავი აკო? ალბათ 10, 11, 12 დაახლოებით აი ეს ასაკი, ამასაკის ვიქნებოდი მაშინ. 2002-ში მე თვითონ ჩამოვიდა, იმიტომ საფუთი გააკეთა, მაგრამ იცი რა იყო დავით, ეს დედაშვილის მომენტი არ მქონდა. რატო? ალბათ იმიტომ რომ როდესაც ეს პატარა ასაკში გტოვებს მშობელი, ანუ ბავშვი ვერ იღებს იმ სიყვარულს დედისას, რაც უნდა მიიღოს აი რაღაც გარკვეულ ერთად ყოფნის პერიოდში და არა ისე შორს. კი, აი ამან ნუ თავისი კვალი დატოვა ასე რომ. თან ის პერიოდია, როდესაც საყვარელ ადამიანთან ეკრანი ჯერ გამყოფი არ იყო, ან თანამედროვე ტექნოლოგიები ფეხს მაშინ იკიდებდა. გეთანხმები, მიუხედავად ამისა, თან დედა თითქმის ყოველ დღე რეკავდა. ანუ რაღაც სულ ტელეფონზე ვიყავით ჩართულები შეიძლება ითქვას. მაგრამ ეს მაინც არ იყო ის კავშირი და ურთიერთობა, რაც დედა და შვილს შორის უნდა ყოფილიყო. აკო ამხელა გამოცდილება გქონდა შენ ემიგრაციის, ანუ აცნობიერებდი თუ რას განიცდის ემიგრანტი, შენ დედა გენატრებოდა, ასმაგა დედას ენატრებოდა საკუთარი შვილი. შემდგომ რატო გადადგი ნაბიჯი, რომ საკუთარი თავისთვისაც სიტყვა ემიგრანტი გეწოდებინა და დედის ბედი გაგეზიარებინა, უკვე 5 წელზე მეტია ხარ ათენში. კი. ერთის მხრივ ბოლო პერიოდი რო ვფიქრობ, ალბათ ეს რაღაც ბედიც იყო, ჯერა ბედის წერი შეიძლება ითქვას. 2019 წლის 19 აგვისტო იყო ფერისვალება და კარგად მახსოვს. ანუ ფერი იცვალე და ვიცვალე კი. წამოხვედი ემიგრაციაში. წამოვედი. ბოლოს ან საქართველოში მქონდა ჩემი ენის ცენტრი, მოსამზადებელი ცენტრი. მოკლედ, ახლობლად ტელემაყურებელს რომ აკო ასწავლის ინგლისურ ენას, ასწავლიდა საქართველოში და ახლა უკვე აქ ასწავლის საბერძნეთში. და თუ მოკლედ ინგლისური ენის შესწავლა გსურთ, აგერ აკო მასწავლებელთან მოდით. იქ რაღაც 4 წლის შემდეგ რაღაც პრობლემები შეგვექმნა, განათლებასთან არა, ცოტა სხვა კუთხით არ დავკონკრეტდები და გაბრაზებულზე დავხურე ცენტრი, ურეკავ დედას, მეთქი დედა ბილეთი მიყიდე, მოვდივარ. დედას არ უკითხავს რა მოხდა. იმდენად უნდოდა რომ ყოფილიყავ მის გვერდით, რომ მითხარ შენ ნერვიულობ, ვიყიდი ბილეთს, მოდიხარ. შემდეგ აი აქ მოხდა ზუსტად ჩვენი დაახლოება და გაცნობა ერთმანეთის დედაშვილის, კი, ამ წლებმა დაგვაახლოვა ერთმანეთთან და გავაცნო ერთმანეთის თავი. შემიძლია ორიოდე სიტყვით თქვა, რომ ის იყო გმირი დედა, ერთ-ერთი გმირი დედა, ვერ ვთქვი, რომ ერთადერთი. ძალიან ბევრი დედები გვყავს, რომლებიც გმირულ სამუშაოს ეწევიან. იქ გამომდინარე, რომ მან მთელი თავისი სიცოცხლე შეიძლება ითქვას გადადო ჩემთვის, ეს რა თქმა უნდა მე გვიან გავაანალიზე და ბოლო წუთამდეც კი ზრუნავდა ჩემზე, შეიძლება ესე ვთქვათ. რომ მე არ მეგრძნო, ჩვენ მებრძოდით მძიმე დაავადებას. საკმაოდ ხანი 2 წელი ვიბრძოლით. და ბოლო წუთამდე ზრუნავდა იმაზე, რომ მე როგორ თქვა, არ მეგრძნო ის ტკივილი ან ტანჯვა, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ადამიანის გარდაცვალებით. და სამწუხაროდ ამ ვერაგი დაავადების წინაშე დამარცხდით.
დავმარცხდით კი ალბათ რა გითხრა დედამ ბოლოს სიტყვები დედა ბოლო წუთამდე აცნობიერებდა მის მდგომარეობას მიუხედავად იმისა რომ ვამხნევებდით ჩემმა მეგობრებმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს დედას ამ 2 წლიან ცხოვრებაში ისინი რო არა ალბათ ამდენი ხანიც ვერ გავწლებდით ბოლოს როდესაც საავადმყოფოში ვიყავით და დამძიმდა სიტუაცია მისი სიტყვა იყო ესეთი მერე რა იქნება ეს მერე რა იქნება მე კი ვიგრძენი რას გულისხმობდა თუმცა არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი მერე რა იქნება მეთქი დედა რას გულისხმობ მეთქი და სადღაც იყურებოდა და უცებ შემომხედა გაბრაზებულა როგორ არიციო ხო და მეთქი ვერ მივხვდი მეთქი რას გულისხმობ აიო მეორო აღარ ვიქნებიო ეს ხელი არ მიქნია მე რა იქნებაო სად ვიქნებიო ძალიან რთული იყო მაგრამ უნდა მეთქვა მეთქი რა თქმა უნდა მეთქი მამიკოს გვერდით იქნები მეთქი და ეს იყო და გაიხედა გვერდით და აი თითქოს ვიღაცა შეხედა და უთხრა რომ ეს იყო ბოლო დღე შეიძლება ითქვას მის სახეზე ამოვიკითხე რომ ვიღაც ეუბნებოდა ხომ ხედავო როგორც თქვიო ისე იქნებაო ანუ ყველაფერიო ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი შეიძლება ითქვას თუმცა სახში მოეჩქარებოდა ძალიან არ უნდოდა საავადმყოფო იცი რა არის ამ პერიოდში რომ მე მის გვერდით ვიყავი აი ზუსტად ამას უკავშირებ რომ ბედი იყო ეს ალბათ ჩემი რომ მის გვერდით უნდა ყოფილიყავი ეს ბოლო პერიოდი თუმცა ვერ ვიტყვი რომ დედა დაუძურებული იყო არა ძალიან ისეთი ენერგიული ქალი იყო თავის შემართებით ძალიან განათლებული ერუდირებული სანამ შეეძლო მუდმივად ციგნებთან ჰქონდა კომუნიკაცია სწავლობდა უცხო ენას თავის ინგლისური ისევ მე არ დავხმარებია და ძალიან კარგად საუბრობდა ბერძნული იდეალურად იცოდა ეჩქარებოდა სახში და რა თქმა უნდა წამოვიყვანე ექიმაც უთხრა წაიყვანე სახშიო თუმცა იმდენად კარგად იყო გონებრივად რომ ვერ წარმომედგინა ეს რომ შეიძლება ეს ბოლო საღამო ყოფილიყო მისთვის საინტერესო ისაა რომ ეტყობა ყველა ადამიანი გრძნობს რაღაცა სანამ წავა რომ მოვედით სახში იყო ძალიან გვიანი და მეუბნება რომ ეხლა დაისვენეო შენ ცოტა აღლილი იქნებიო შეჭამეო რაღაც მეთქი ჩემზე ნერვიულობ მეთქი მივხედავ თავს თქო ეხლა კვილის გამოხეხვა მინდაო და მეთქი დედა გვიანია მოდი ხვალ გავაკეთო და ყველაფერი მეთქი და ნუ ჯერ დამიჯერა კარგიო სამზარეულოში რაღაც ვაკეთებდი და მეძახის არაო უნდა გამოვიხეხო დაახლოებით 15 წუთი, აი შეიძლება უფრო მეტიც იყო, რომ იხეხავდა კვილს. და ვეუბნებ მეთქი დედა საკმარისია და გაბრაზებული შეომხედა და შენ გაჩერდიო მეო ვიციო. კარგი მეთქი, ნუ არ მინდოდა მენერვიულებინა რა თქმა უნდა. და იმ დილით სამცხარო დაგვტოვა. სამწუხაროა. როგორ იწყება შენი ემიგრანტული ცხოვრება აქ? ჩამოხვედი, დაგხვდა დედა. კი. როგორ იწყებ შემდგომ? 5 წელიწადია რაც ემიგრაციაში ხარ, ხო? კი, ბატონო. და შემდგომ გადავიდეთ უკვე და ვუთხრათ მაყურებელს ჯორჯიან ჯენს როდის აკეთებ. ჯენ, ჯორჯიან ჯენ. კი, ბატონო. ემიგრანტული ცხოვრება ძალიან ხიარულად იწყება ჩემი შეიძლება ესე ითქვას. ხდება რა თქმა უნდა დედა, რომელსაც ვეღნობი იმ პერიოდში მთლიანად, რომ არა დედა ალბათ არ ჩამოვიდოდი საბერძნეთში. იმიტომ რომ შობელი მაინც სხვა არის, კი მეგობარია, მაგრამ შობელი მაინც ბოლომდე შენს გვერდით არის, რაც უნდა გაგიჭირდეს. ამიტომაც იყო რომ გადავწყვიტე საბოლოოდ საბერძნეთში წამოსულიყავი. ემიგრაციის პირველი წლები შეიძლება ითქვას ძალიან ხიარული იყო და უდარდელი.
არსებობს ქართული სახლი, რომლის ხელმძღვანელიც გახავთ ქალბატონი დარეჯან ხამბაშიძე. აქ იწყება ჩემი პირველი ნაბიჯები შეიძლება ითქვას. ქალბატონ დარეჯანთან ორგანიზაციაში დავდიოდი და ვსწავლობდი ბერძნულს იმ პერიოდში. იქ გავიცანი სხვა ქართველი ემიგრანტები. ვიკრიბებოდით ხშირად ქართულ სახლში. ვეცნობოდით ერთმანეთს, ვუზიარებდით გამოცდილებებს და ერთ დღესაც გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა ორგანიზაცია. იდეა წამოვიდა იქიდან, რომ ხედავდი, რომ ეს ორგანიზაციები და ხალხი დაყოფილი იყო რაღაც დაჯგუფებებად შეიძლება ითქვას. და მინდოდა რაღაცა ერთიანი რაღაც გამეკეთებინა ამათთვის. მარტო მე არა, რა თქმა უნდა, გუნდთან ერთად. შევიკრიბეთ და მოვიფიქრეთ, ახალი და განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ ესეთი სეკრეტ სანტა. ეს ხო პირველი სეკრეტ სანტა შეიძლება ითქვას ქართული ოღონდ მთლიანად ათენის მასშტაბით. ეს არის რაღაც კერძოდ შერჩებითი ხასიათის ან ორგანიზაციის ან რაღაც ძალიან ბევრი ადამიანი ჩაერთო, გაცვალეს საჩუქრები. ამ საჩუქრების გაცვლასთან ერთად რა თქმა უნდა იყო კონცერტიც მუსიკალური, თავისი თამაშებით. ეს იყო ჩვენი პირველი ნაბიჯი ორგანიზაციის შექმნისკენ. ამის შემდეგ დაიწყო მეორე მოქმედება. ეს იყო პატარა ემიგრანტის ხმა კოვიდის პერიოდში. დაიბადა ეს იდეა, რომ გაგვეკეთებინა. ძალიან წარმატებული იყო სხვათა შორის. პატარა ემიგრანტები ყავდა კონკურსანტები და ეს იყო თუ არ ვცდები ერთადერთი და პირველი კონკურსი ათენში ქართველ ბავშვებში. რომელმაც წარმატებით ჩაიარა და აი ამ ემიგრანტის ხმამ მოგვიტანა უფრო მეტად წინსვლა და წარმატებისკენ გზის გაკვალვა შეიძლება ითქვას. ასევე სტიმული, რომ უფრო მეტი შეგვეძლო გაგვეკეთებინა ქართველი ემიგრანტებისთვის, პატარებისთვისაც და დიდებისთვისაც. ძირითადად ემიგრანტის ხმაზე ვიდეო რგოლებზე მუშაობდით მე და კახი სიბოშვილი, რომელმაც შექმნა K სტუდიო, ესა ხმის ჩამწერი სტუდია და მე მგონი ერთადერთი ქართული ხმის ჩამწერი სტუდია. ანუ აქ ათენში. დიახ. ამ სივრცეშივეა. დავდიოდით სახლებში ბავშვების, ვიღებდით მათ ყოველდღიურობას და შემდეგ კახი ამას ამონტაჟებდა, მახსოვს ღამეებს ვათენებდით. როცა ფინალის დღე იყო, გავუშვით ეს დამონტაჟებული კადრები დიდ ეკრანზე. ეს საოცარი სანახაობა იყო მათთვის, რა თქმა უნდა, და ჩვენთვისაც ძალიან ისეთი ემოციურად ატვირთული. ემიგრანტის ხმას შემდეგ მოყვა კიდევ სხვა მრავალი ღონისძიება. ერთ-ერთი ბოლო ჩვენი ღონისძიება იყო ქართული კინომუსიკა, სადაც გაერთიანებული ჰქონდა მიუზიკლის სახით, შეიძლება ითქვას ქართული ფილმებიდან სიმღერები. ამანაც ანშლაგი ჩაიარა. ხალხ ისევ გეგმავთ კიდევ ერთ კარგ ღონისძიებას, რომელსაც წარუდგენთ ათენის ემიგრაციას. მართლაც კარგ რაღაცას ემსახურებით ქართული ორგანიზაციები, რომ ავიწყებთ იმ მონატრებას, რაც აქვს სამშობლოს მიმართ თითოეულ ქართველ ემიგრანტს. დიახ, ვცდილობთ ყოველ შემთხვევაში ჩვენს ორგანიზაციას ასევე ყავს არაჩვეულებრივი თოჯინები. კი, აი სადაც ჩვენ ვართ და აი როგორ მოხდა ეს თოჯინები, როგორც ვიცი, ჩვენი მთავარი პროდიუსერის ლიგია მუშკუდიანის და ქალბატონი ნინია, რომელსაც ქონა თოჯინების თეატრი ბაბილინა. შემდგომ მოკლედ ეს ყველაფერი მოგცათ თქვენ. აი როგორ ხდება ქალბატონ ნინიაზე რომ გვესაუბროთ, ჩვენს მთავარ პროდიუსერზე ლიგიაზე, როგორ ხდება თქვენი შეხვედრა, თქვენი გაცნობა. ქალბატონი ნინია ათენში ერთ-ერთი ღირსეული ქალბატონი გახდათ, ძალიან მიზანდასახული, ენერგიული, მხიარული, ბავშვთან ბავშვი, დიდთან დიდი. ძალიან დიდი სიყვარული დატოვა ჩვენში, მიუხედავად ჩვენ არ გქონია წლების ურთიერთობა. ჩვენი გაცნობა მოხდა ერთ-ერთი მეგობრის მხრიდან,
რომელმაც დამირეკა და მითხრა, რომ ერთი ქალბატონია, რომელსაც სურს რომ გაგიცნოთ, და თulis რომ თოჯინები, რომლებიც მას ყავს, თქვენ იქნებით ღირსეული გამოგზავნებლები აი ამ თოჯინების თეატრის. რა თქმა უნდა დავინტერესდით. მე და კახი ვიყავით. გავიცანით ქალბატონი ნინია და პირველივე შეხვედრიდან იგრძნობოდა, რომ აი რაღაცა განსაკუთრებული დამოკიდებულება იყო ჩვენ შორის. მახსოვს ერთ დღეს მიერეკავს აკო სამსახურიდან გამოვდივარ, თოჯინები თან მომაკ და მინდა რომ ეს თქვენ წაიღოთ. და გაჩერებაზე შევხვდი ქალბატონ ნინიას და რომ მომქონდა ეს თოჯინები, მაშინ კიდე ვერ ვაცნობიერებდი, შეიძლება ითქვას რა საგანძური მომქონდა. და ესეთი რაღაცა თქვა, რომ ამ თოჯინებსო გაუფრთხილდითო, ესენი არიან იგივე ჩემი შვილებიო. და როგორც შვილებსო, ისე გაბარებთო თქვენო ამ ყველაფერსო. ფიქრობ, რომ ღირსეულად ჩავიბარეთ და ღირსეულად გავაგრძელებთ ნინიას გზას. ამიტომაც თოჯინებს ჩვენ არ შეუცვალეთ სახელი. თვითონ გითხრა თუ გნებავთ შეუცვალეთო, მაგრამ არ შეგვიცვლია და დღეს ქვია ნინი ახვლედიანის სახელობის თოჯინების თეატრი ბაბილინა. და არა მხოლოდ ბაბილინა, თორემ ნინიას იმხელა დამსახურება აქ ემიგრაციაში, რომ იმსახურებს მის სახელს ატარებდეს ეს თოჯინები, რომელიც მუდმივად ესე გაგრძელდება, სანამ ჩვენთან არის და ფიქრობ, რომ იქნებიან და იქნებიან ძალიან დიდხანს. რამდენად ხშირად გაქვთ ხოლმე თეატრები პატარებისთვის ნინი ახვლედიანის მიერ დატოვებული თოჯინებით? სამწუხაროდ ძალიან ხშირად ვერ ვართ აქტიურები თოჯინების მხრივ, გამომდინარე რომ ძალიან რთული გრაფიკი გვაქვს, თუმცა ვცდილობთ წელიწადში ორჯერ მაინც ჩავატაროთ პატარებისთვის. ბოლო მქონდა ეხლა ხანს ერთი თვის უკან დაახლოებით პატარა უფლისწული და სხვათა შორის დარბაზი გადავსებული იყო ბავშვებით, ძალიან გაგვიხარდა. და იქ უკვე მოგთხოვეს, რომ უფრო ხშირად ჩავატაროთ. ხშირად ჩატარება, რა თქმა უნდა, კარგია და აუცილებელია ბავშვებისთვის, უბრალოდ აი დროის ფაქტორი გვაქვს ცოტა, იმიტომ რომ ბევრ რაღაცას ვემსახურებით და ყველაფერი ერთდროულად და ხშირი სისტემით შეუძლებელია. და ჩვენ ზოგადად ვფიქრობთ, რომ თუ რაღაცას ვაკეთებთ, შეიძლება ერთი გავაკეთოთ წელიწადში და დავდოთ კარგი ხარისხი, ვიდრე 5-6 და არც ერთი არ ვარგოდეს. და უფრო მეტად ორიენტირებული ვართ, რომ აი კარგი ხარისხი ვაჩვენებთ ჩვენს მაყურებელს თუ მსმენელს. როგორია ქართველი ემიგრანტის ცხოვრება აქ უცხო მიწაზე? გააჩნია, ქალების თუ კაცების? თქვენი? ვერ ვიტყვი, რომ ძალიან რთულია. მაგრამ არის ძალიან რუტინული. ანუ თითქმის ერთი და იგივე. არ მიყვარს დილით ადრე გაღვიძება. და დილით იწყება ცხოვრება. და დილით იწყება ცხოვრება. ჩემი დღე ძირითადად იწყება 12-ის შემდეგ, 12 პირველი. დგები, ეგრევე ვიცვამ, შეიძლება ითქვას და მოვდივარ აქ ცენტრში. მთელი დღე აქ ვარ. და შემდეგ ვუბრუნდები საღამოს 12-ზე პირველზე 2-ზე დაახლოებით და ესე ვუბრუნდები. ამ 5 წლის განმავლობაში აკო საქართველოში არ ყოფილ ხარ? არა. მაგრამ ალბათ წელს წავალ. რა გენატრება ყველაზე მეტად საქართველოში? რთული შეკითხვა. მე ალბათ უფრო დინარეს ვიტყოდი. ბავშვობა, რომელიც ამ დინარეზე გაატარე. დინარე და ბავშვობა. ხო, აი ეს მენატრება საქართველოდან სხვა რო გითხრა, მოგატყუებ ალბათ აი ეს. აი რასაც ვწნობი ხარ რომ დავფიქრდი. როგორი ფერი აქვს მონატრებას? კონსტანტინეს დავესესხები და ვიტყოდი ხოხბის ყელისფერი. რა გასწავლა აკო ემიგრაციამ და ამასთან ერთად რა წაგართვა? ემიგრაციამ მასწავლა ის, რომ რაც არ უნდა სუსტად იყო, რაც არ უნდა ფსიქოლოგიურად დავარდნილი იყო, რაც არ უნდა გიჭირდეს, რომ უნდა გაიყიმო. და ეცადო
იმ ადამიანებს დაეხმარო, ვისაც სჭირდება შენი დახმარება მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება შენ არ იყო სათანადო საფეხურზე იმ ეტაპზე, შინაგანად გულისხმობ. ვცდილობ ყოველ შემთხვევაში ემიგრაციაში, რომ მუდმივად ღიმილიანი სახით ვიყო, დავეხმარო ღირსეულ ემიგრანტებს და ვიდგე მათ გვერდით. რა წაგართვა ემიგრაცია? ემიგრაციამ წამართვა ბავშვობის წლები. ანუ ვგულისხმობ ის უფრო მეტად ბედნიერ შეიძლება ყოფილიყავი ბავშვობაში, თუ დედა არ იქნებოდა ემიგრაციაში. ალბათ არა, აი ეს წლები წამართვა. ანუ საუკეთესო ბავშვობის და ახალგაზრდობის წლები. კი, აი ეს წამართვა. რას ეტყვი ჩვენს ქართველ ემიგრანტებს, რომელიც სამწუხაროდ ძალიან ბევრი ყავს ჩვენს სამშობლოს მსოფლიოში მიმოფანტული? ურჩევდი ყველა ემიგრანტს ის მიზნები, სურვილები, რომლებიც აქვთ, თუ უკვე განახორციელეს, დაბრუნებოდნენ თავიანთ სამშობლოს, თავიანთ ქვეყანას, თავიანთ შვილებს, მშობლებს. რაც უფრო დიდი ხანი ხარ ემიგრაციაში, მით უფრო ღრმად ეშვები, ესე ვფიქრობ, ემიგრაციის ჭაობში, სამწუხაროდ. კი, საიდანაც ძალიან რთულია შემდეგი ამოსვლა. მეც ვფიქრობ, რომ ალბათ დიდხანს გავატარებ ემიგრაციაში, მაგრამ არ დავრჩები მუდმივად. აპირებ დაბრუნებას? რა თქმა უნდა, ვაპირებ დაბრუნდები საქართველოში, თუმცა როდის ძალიან რთულია გითხრათ. ანუ სამუდამოდ. განსაზღვრული არ გაქვს, რომ მაგალითად თქვა, რომ მიხვიდე ტურისტულ კომპანიაში და უთხრა, რომ მომეცით ერთი მიმართულების ბილეთი სამშობლომდე, მე უკან აღარ ბრუნდები. პენსიაზე როცა გავალ, აუცილებლად საქართველოში ვიქნები მაგ დროს. საქართველოში იქნები. აკო, რომ დაუბრუნდეთ თქვენს ორგანიზაციას, ქართულ დიასპორული ორგანიზაცია Georgian Gen, რამდენი ხანია რაც არსებობს და რას ემსახურება, ანუ ვინც არიცის თქვენ შესახებ, რომ ჩვენი გადაცემის საშუალებით მივაწოდოთ ინფორმაცია, რა მომსახურების მიღება შეუძლია თქვენთან. Georgian Gen-ი ოფიციალურად 4 წელია რაც არსებობს, არაოფიციალურად 5, ან ჩემი ასაკის, ემიგრაციული ცხოვრების. ჩვენ ვემსახურებით ქართულ დიასპორას, ჩვენ ორგანიზაციაში ხდება ინგლისური ენის შესწავლა, ბერძნული ენის შესწავლა, გვაქვს ხატვის წრე, ქართულის წრე, რომელსაც ხალბატონ ნინო ფრუიძე ხელმძღვანელობს. ასევე არის ხმის ჩამწერის სტუდია კახის ხელმძღვანელობით, ასევე ბიბლიოთეკა, Georgian ბიბლიოთეკა, რომლის შექმნაშიც ერთი ძალიან კარგი მეგობარი და დამეხმარა, რომელიც ამჟამად აღარ იმყოფება საბერძნეთში, მარიეტა სიმონიძე აუცილებლად უნდა ვახსენო და მადლობა მოუხადო მას, იმიტომ რომ მისი მეშვეობით შედგა ქართული ბიბლიოთეკა და დღეს ძალიან ბევრი ემიგრანტი მოდის, მიაქვს წიგნი, გვიბრუნებს, ზოგი გვჩუქნის კიდეც და ასე ვთქვათ, გახდა მოქმედი ბიბლიოთეკა. მიუხედავად იმისა, რომ წირია ეს ჩვენი წიგნები, საომავლოდ ვფიქრობთ, რომ ისევ გავზარდოთ ჩვენივე ხარჯებით. გამომცემლობო, მე კიდე გეტყვით, რა, გამომცემლობა პალიტრაელი, სულაკაური, კიდევ სხვა გამომცემლები, გეტყვით, რომ აგერაკო, რომლის ლინკსაც დავდებ აღწერაში გადაცემის, თქვენ გაქვთ საშუალება გააკეთოთ ძალიან მაგარი ქართული საქმე და Georgian Gens, მოკლედ გადასცეთ წიგნები. ძალიან მარტივია ეს ყველაფერი და ველოდები, მოკლედ ჩვენ კი აქ ვართ, რომ ეს ყველაფერი მოკლედ გავაშუქოთ და ვთქვათ, რომ ანუ საქართველოდან ქართველ ემიგრანტებზე ნამდვილად ზრუნავენ. პალიტრაელი, მე თქვენი იმედი მაქვს, ოდესღაც თქვენი თანამშრომელი ვიყავი. ასევე ვეხმარებით ძალიან ბევრ წვრილ საკითხებში ქართველ ქალბატონებს ასაკოვნებს, თუნდაც რომლებსაც არ აქვთ გამოცდილება ციფრულ ტექნოლოგიებში. დიახ, კიდევ ერთი პროექტია ქალბატონი ქეთევან ხატიაშვილის მეშვეობით. უნდა შედგეს ძალიან კარგი პრემიერა და კლიპი და ალბათ თუ აქ იქნებით დაგვადიჟებთ. ვეცდებით, კი ბატონო. არ შეიძლება რომ არ ახსენო, იმიტომ რომ ქალბატონი ქეთევანი არის ემიგრაციის ბულბული, რო იტყვიან. ყველა იცნობს აბსოლუტურად. და ქალბატონ ქეთევანს ვეპატიჟები ჩემს საავტორო გადაცემაში და ერთად გავიგოთ თუ როგორია ქართველი ბულბულის მონატრების ფერები.
ასევე გვაქვს ჯორჯიანჯენის გადაცემები ერთ-ერთი წელს ჩაგვივარდა სამწუხაროდ გამომდინარე რაღაც ოჯახური პირობებიდან ციმციმი ეს დავარქვით სახაზლო გადაცემას. ძალიან საინტერესოა. ვიწვევთ ხოლმე საბერძნეთში მოქმედი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მნიშვნელოვან პიროვნებებს, რომლებმაც გარკვეულწილად შეიტანეს ემიგრაციაში და ეს ტრადიცია ალბათ გავიგრძელდება, იმიტომ რომ სამი გადაცემა გვაქვს გაკეთებული და წელს მეოთხე სამწუხაროდ ჩაგვივარდა რაღაც გარკვეული მიზეზების გამო. მოკლედ აქვე გეტყვით, რომ თუ რაიმე ტექნიკური, გრაფიკული, ასე შემდეგ ან დახმარება დაგჭირდეთ, მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ აქვე სად მიდიხარ კითხოს რომ მისვამენ, აქვე საბერძნეთში, აქვე ათენში. მოკლედ თუ რაიმე დაჭირდა ჯორჯიან ჯენს, მოკლედ გქონდეთ ჩვენი იმედი საქართველოსდან უკვე თანამედროვე ტექნოლოგიები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ნებისმიერი რამ მივაწოდოთ ონლაინ ერთმანეთს და მოკლედ ქონეთ ბიჭებო ჩვენი იმედი რაშიც დაგჭირდებით მოკლედ. მადლობა. და ბოლოს აკო მინდა წარმატებები გისურვოთ თქვენ საქმიანობაში და ამ კითხვას უსვამ ყველას. რას გვისურვებთ ჩვენ გადაცემა მონატრების ფერებს, რომელიც შევქმნით ქართველი ემიგრანტებისთვის და მათ ხმას მსოფლიოს ვაგონებთ. პირველ რიგში უღრმესი მადლობა დავით რომ გვესტუმრეთ. დიდი პატივია ჩვენთვის. მადლობა რომ ესეთი არაჩვეულებრივი ადამიანი შევიძინეთ მეგობრად. გისურვებთ ყველა მიზნების ასრულებას, აი დიდი მიზნების რაც თქვენ გაქვთ. გისურვებთ წინსვლას, ულევ წარმატებებს და ყველა ემიგრანტისთვის ყოფილიყავით აი დიდი мотиваციის მიმცემი, რაც მათ ნამდვილად სჭირდება დღეს. ვფიქრობ, რომ თქვენი გადაცემა სწორედ ამ мотиваციას აძლევს ამ ადამიანებს. ეს მთელი მასალები, რომლებიც თქვენი გროვდება, არის ემიგრაციის ისტორია და ნამდვილად არაჩვეულებრივ საქმეს ემსახურებით. ალბათ გავა წლები, გავა რაღაც პერიოდი და ეს არქივი თავის ადგილს დაიკავებს როგორც ქართულ საზოგადოებაში, ასევე ქართულ სატელევიზიო სივრცეში. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ აკო, რომ გამონახეთ დრო და მიიღე ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა. წარმატებები მინდა გისურვო და კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ თუ რაიმე ტექნიკური თუ ვიზუალური მხარე დაგჭირდა, გქონდეს ჩვენი იმედი. მე კი ჩვენს ტელემაყურებელს შევახსენებ, რომ თქვენ უყურებდით გადაცემას მონატრების ფერები, მე მისი ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი დავით ორაგველიძე ვარ. დღევანდელი ჩვენი გადაცემა ჩაიწერა საბერძნეთის ულამაზეს დედაქალაქ ათენში და ჩვენ ვიმყოფებით ქართულ დიასპორულ ორგანიზაცია ჯორჯიან ჯენში და ჩვენ დღეს გვმასპინძლობდა და ჩემი გადაცემის სტუმარი გახლდათ აღნიშნული ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი აკო შელია. მინდა ამ ორგანიზაციას ვუსურვო წარმატებები და აქვე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც დღევანდელ გადაცემის დაგეგმვაში მიიღეს მონაწილეობა. განსაკუთრებული მადლობა კი ჩვენს მთავარ პროდიუსერს ლიგია მუშკუდიანს, რომელიც ზრუნავს, რომ გადაცემა მონატრების ფერები იყოს ასეთი საინტერესო და შემოქმედებითი და თითოეულ ქართველ ემიგრანტს მისცე საშუალება, რომ თქვას თავისი სათქმელი. მადლობა ჩვენს მასპინძელ ოჯახს ქალაქ ათენში, რომელიც ყოველთვის ზრუნავს, რომ გვიმასპინძლოს შოთა და მაკა. თქვენ ძალიან დიდი მადლობა. გადაცემა მონატრების ფერების მოგზაურობას ევროპის სხვადასხვა მიმართულებით უზრუნველყოფს ტურისტული კომპანია დაგითრეველი, ხოლო ჩვენს მუდმივ ონლაინ კავშირს უზრუნველყოფს მობინექსი. შემოგვიერთით სოციალურ ქსელ Facebook-ში, გამოვყევით Instagram-ზე და გამოიწერეთ გადაცემა მონატრების ფერების YouTube-ის არხი. გააქტიურეთ ზარისღილა კი, რათა ჩვენი არც ერთი გადაცემა არ გამოგრჩეთ. გადაცემა მონატრების ფერების ხილვა შესაძლებელია My Video-ზე და TikTok პლატფორმაზე. მე გემშვიდობებით რამდენიმე დღით, რამდენიმე დღეში ჩვენ კვლავ ხვდებით ერთმანეთს გადაცემაში მონატრების ფერები.